რა მიზნით იმყოფებოდა ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყებას შეხვედრის შესახებ მეორე დღეა არაფერი უთქვამს. აუდიენციის შესახებ დიპლომატმა თავად დაწერა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვისთან ჰქონდა საუბარი. ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში გავრცელებული მუხარის შემცველი განცხადებაც წაშალა, რომელიც კობახიძესთან რუბიოს ზარის შემდეგ დაწერა. ალი მოჯანი ამბობდა, რომ ვინც ტრამპს მხარი აუба, ამისთვის ფასს გადაიხდიდა. ოცნება რამდენიმე დღეა ერწმუნება, რომ დიპლომატ საქართველო არ უგულისხმია. მარნეულში დაჭრილი 20 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა, მის გადარჩენას ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. რა გახდა დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება განზრახ-მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა. მერია იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ცხოველთა თავშესაფარში შევიდნენ და მათ მიერ მიკედლებული ძაღლები წამოიყვანეს, სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კონკრეტული ჯგუფი თვითნებურად შეიჭრა დაწესებულებაში და ვეტერინარებს საქმიანობაში ხელი შეუშალა. მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური მოჰამედ ალი ფატალიზადე საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა.